მოგესალმებით. მე ვარ საბა ხერგიანი, ACT ინსტიტუტის აღმასრულებელი ლიდი და დღეს ჩემთან ერთად არის სტრატეგიული HR-ის პროგრამის ავტორი და ასევე ტრენერი თეონა კუპატაძე. მოგესალმებით, მადლობა დაინტერესებისთვის და ვებინარისთვის დროის გამოყოფისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მცირეხნიანი შეხვედრა, ვებინარი იქნება საინტერესო დატვირთული თქვენთვის. ველოდებით შეკითხვებს ვებინარის ბოლოს, ამიტომ ძალიან გთხოვთ ყურადღებით, როდესაც მოგვისმენთ, ბოლოს მოგწეროთ კითხვები და ჩვენ აუცილებლად დავუთმოთ თითოეულ მათგანს განსაკუთრებულ დროს. ნამდვილად. აქვე ხას გაუსვამ იმასაც, რომ დღეს გვექნება, ასე ვთქვათ, მინი განხილვა ამ პროგრამის ნებისმიერ საკითხზე, რომელიც გვინდა გაინტერესებთ, როგორც თეომ აღნიშნა, გაგცემთ პასუხებს თქვენს შეკითხვებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე, ასე ვთქვათ, ინსპირაციით აგავსებთ ეს პროგრამა, როგორც ჩვენ თავის დროზე ამ პროგრამის შექმნის დროს ვიყავით შთაგონებულები. პირველ რიგში მოდი თეო უკვე დავიწყოთ თავად პროგრამაზე საუბრით. მე შევახსენებ ჩვენი ვებინარის მონაწილეებს, რომ პროგრამა არის სტრატეგიული HR-ი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდოდა ძალიან საინტერესო, პრაქტიკული და ტრანსფორმაციული კურსის შეთავაზება დაინტერესებული ადამიანებისთვის, გადავწყვეტეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხოთ ამ კურსის ფარგლებში. თეო, თუ შეგიძლია გამიზიარო რამდენიმე სიტყვით, უშუალოდ სტრატეგიული HR-ის კურსი ვისთვის არის განკუთვნილი და სხვა დეტალები. Okay. კარგი ბატონო, თავიდან სათაურით რომ დავიწყოთ, პროგრამას ჰქვია სტრატეგიული HR-ი, თუმცა ეს არ არის, ასე ვთქვათ, ზოგადი შინაარსებით დატვირთული პროგრამა, არამედ ეს არის საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტებით დატვირთული სასწავლო პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ მონაწილეებს დაეხმარება იმაში, რომ HR-ი აიყვანოს სტრატეგიულ დონეზე ორგანიზაციაში. ანუ ჩვენ როდესაც ვფიქრობდით, როდესაც ACT ინსტიტუტი შეიქმნა, ვფიქრობდით, რა შევთავაზოთ HR-ს. და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროგრამა გაგვეკეთებია და ეს პროგრამა ეფუძნება ჩვენს გამოცდილებას, ანუ ჩემს გამოცდილებას სხვა კომპანიებში და უკვე კონსალტინგში, რომელიც 2 წლის გასწა, ანუ 2 წელი რაც კონსალტინგში ვარ და შესაბამისად, მოკლედ მივხვდით, რომ იმ ორგანიზაციებთან, რომელთანაც მუშაობდით და ეს იყო საკმაოდ მრავალფეროვანი ორგანიზაციები, ეს არის როგორც პატარა, ასევე დიდი მასშტაბური ორგანიზაციები, კორპორაციები, შეგვიძლია ვუწოდოთ მათ, თითქმის ყველგან არის რაღაც ისეთი მსგავსი თემები და მსგავსი საკითხები, რომლებიც HR გუნდისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. ეს არის ის თუ როგორ გავხადოთ HR-ი ყოველდღიურობიდან უფრო სტრატეგიული, თანამედროვე HR-ები, HR გუნდის წარმომადგენლები, როგორც წესი არიან ყოველდღიურობით მოცულები და უფრო გლობალურ ცვლილებების განხორციელებისთვის ან რო არჩებათ, ან ამისთვის ძალიან დიდი ენერგიას ხარჯავენ და შესაბამისად ან ვერ ახორციელებენ მას და ეს არის მთავარი, რომ HR-ი გახდეს სტრატეგიული და არის ასევე მთავარი ის, რომ ჩვენ ტრენინგის დახმარებით ადამიანს მივცეთ კონკრეტული პოლიტიკის დოკუმენტები, კონკრეტული ინსტრუმენტები, რომელიც მათ დაეხმარებათ საკუთარ ორგანიზაციაში დანერგონ ისინი. პროგრამა არის HR-ებისთვის, ანუ ესეთი საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდით ამაზე, ვისთვის იყოს კონცენტრირებული, ხო? რა თქმა უნდა, არის HR-ებისთვის, ადამიანების, რომელიც HR მიმართულებით მუშაობენ სხვადასხვა HR-ის სფეროში და აქვთ მცირედი გამოცდილება HR-ის მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენი პროგრამა და მალე გადავალთ ამაზე, არ მოიცავს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ HR-ულ საქმიანობას, ეს მოიცავს უფრო HR-ის მნიშვნელოვნების და HR-ის უფრო სტრატეგიული, როგორც ვახსენე, სტრატეგიულ დონეზე გადაყვანის შესაძლებლობას. კეთილი. თეო, აქვე კომენტარს გავაკეთებდი, რომ გისმენდი, როგორც მივხვდი, ეს პროგრამა განკუთვნილია იმისთვის, რომ HR სტრატეგია და ორგანიზაციული სტრატეგია, ასე ვთქვათ, კორპორატიული სტრატეგია ერთმანეთთან იყოს შესაბამისობაში და შესაბამისად HR სტრატეგია იყოს მხარდამჭერი ორგანიზაციის ჯამური განვითარების სტრატეგიისა. აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ როგორც ვხვდები, უფრო მეტად ეს პროგრამა კონცენტრირებულია არა ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, საქმიანობაზე და ამ მიმართულებით HR-ის სხვადასხვა დომეინის განხილვაზე,
საკითხებზე, არამედ უფრო მეტად სისტემურ, ასე ვთქვათ, მიდგომებს მოიცავს. პირობითად უკუკავშირი, შეფასების სისტემა, აი ამაზეც რომ გაგვიზიარო ინფორმაცია. კი ბატონო, ანუ ჩვენ პროგრამის მანძილზე არ ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ უნდა გააფორმოთ ხელშეკრულება ადამიანებთან, ან ინტერვიუს დროს მაგალითად რა კითხვები დასვა. თუმცა ამაზეც ვისაუბრებთ მცირედით, თუ ეს ეხება რეკრუტინგის მეთოდოლოგიას და ზოგადად პოლიტიკის დონეზე ამის შექმნას და ჩამოყალიბებას. მოდი გავაშიარებ ჩვენ პრეზენტაციას, რომელიც მოუმზადეთ ჩვენს მონაწილეებს და აი იქ არის უფრო დეტალურად ამასთან დაკავშირებით და გავიაროთ სათითაო, ასე ვთქვათ, დღე იმას კონკრეტულად. თუ შეიძლება დაგვიდასტურეთ ჩატში რომ მოგწეროთ, ჩანს თუ არა ეკრანი, უკვე გაზიარდა თუ არა და სანამ უშუალოდ პროგრამის დეტალებზე ვისაუბრებთ, რაც დარწმუნებული ვარ ძალიან გაინტერესებთ, უფრო კონკრეტულად რა მეთოდებს, რა მიდგომებს, რა ასე ვთქვათ, ფრეიმვორკებს მოიცავს ამ პროგრამის ფარგლებში თეოს მიერ შექმნილი კურსი. თეო, აქ მინდა გკითხო ორი სიტყვით რომ გაგვიზიარო, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეს პროგრამა არის ტრანსფორმაციული და უნიკალური თავისი არსით. თუ შეიძლება გითხრა რა ხდის ამ პროგრამას უნიკალურს? ოკეი. პროგრამას უნიკალურს ხდის ის, რომ ტრენინგის შედეგად გექნებათ კონკრეტული ინსტრუმენტები, გექნებათ კონკრეტული პოლიტიკის, HR პოლიტიკის დოკუმენტების შაბლონები, გექნებათ თულები, ინსტრუმენტები, გექნებათ ყველა თამდევი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ ამა თუ იმ მიმართულებაში, ამა თუ იმ კონცეფციის, ამა თუ იმ მიმართულების დანერგვისთვის. და გექნებათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ყოველთვის ჩვენ, როდესაც კონსულტირებას ვაკეთებთ, ვამბობთ, რომ ყველა ორგანიზაცია არის ინდივიდუალური. შესაბამისად, ოკეი, მაქვს მაგალითად შეფასების სისტემის რაღაც პოლიტიკის დოკუმენტი, MDO-ან 360 არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს ჩემი ორგანიზაციისთვის რამდენად არის, ხო? მისაღებია, რამდენად უნდა მოერგოს ეს ჩემ ორგანიზაციას და აი ამაზე საპასუხოდ მოვიფიქრეთ ის, რომ ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ კონსულტაციას, რომელიც იქნება ორი კონსულტაციისგან შემდგარი და სწორედ აი ამ ინდივიდუალური შეხვედრების მანძილზე მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ აი კონკრეტულად, როდესაც ისინი გადაწყვეტენ, გაეცნობიან ამა თუ იმ მიმართულებას, ამა თუ იმ სფეროს, მერე, როდესაც მიიღებენ გადაწყვეტებას, რომ დავნერგო, მოდი რაღაც კონკრეტული ინსტრუმენტი ჩემთან, დავეხმარებით ინდივიდუალური კონსულტაციის საშუალებით, რომ ეს ინსტრუმენტი დაინერგოს კარგად მის ორგანიზაციაში და იყოს მორგებული ორგანიზაციის უნიკალურობას. Ну, რა თქმა უნდა, HR-მა იცის რა უნიკალურობა აქვს ორგანიზაციას და მოიტანს შეხვედრაზე ამ საჭიროებას და ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ეს გამოსავლის მოსაცემად. გასაგებია, ანუ რომ შევაჯამოთ, გარდა ჯგუფური შეხვედრებისა, ამ ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ინდივიდუალური შეხვედრებით ჩვენს ტრენერთან ჩანიშნონ და უფრო კონკრეტულად გაიარონ ის საკითხები, უფრო კონკრეტულად განიხილონ ის დეტალები, რომლებიც მათთვის არის საინტერესო და რელევანტური მათ ორგანიზაციაში არსებული სიტუაციიდან თუ გამოწვევებიდან გამომდინარე. აქვე იმასაც ხას გაუსვამ, რომ შენი მიდგომიდან გამომდინარე იმდენი პრაქტიკული, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი და მეთოდოლოგია ახსენე, რომ უკვე ამ ტრენინგის გავლის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მეორე დღესვე პრაქტიკაში გადაიტანოს შესაბამისი ცოდნა თუ მიდგომები, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ღირებულია ნებისმიერი პროგრამის ფარგლებში. მეტი მაქვს. თვითონ პროგრამაზე ვიტყვი ძალიან ოდნავ, ხო? ვინაიდან მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულია. ის რომ ჩვენ გვაქვს კვირაში ერთი შეხვედრა და ავიღეთ შაბათი დღე ამისთვის, მესმის რომ შაბათი მაინც ყოველთვის ჩვენი საკუთრებაა და ჩვენ გავატაროთ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, მაგრამ ბევრი ვიფიქრეთ ამაზეც, საბა, ხოდა მეთან ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ მოკლედ დღის ბოლოს ტრენინგის ჩატარებას არ მივესალმები. გონია რომ ადამიანები ძალიან დაღლები არიან და არავის არ უნდა დამატებით რაღაც ინფორმაციის მოსმენა, ამიტომ შაბათ დღეს ძალიან კარგ გარემოში ვეცდებით, შეგიქმნათ ძალიან კარგი გარემო და ვისაუბროთ ამ თემებზე. იქნება 4 შაბათი.
ამისთვის დილიდან ასე ვთქვათ 4 საათის განმავლობაში და ესეც სპეციალურად არის იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა არასრულად ძალიან ინფორმაციულად დატვირთული კი არ იყოს, არამედ იყოს გარკვეული bite size ვერ ვიტყვით, ანუ ლუკრის ზომა არ იქნება, მაგრამ იქნება საკმაოდ ისეთი დაყოფილი თემატურად შინაარსები. პირველი დღე და ერთი დღე დაეთმობა, შემდეგ თემატიკას ეს არის HR სტრატეგიისა და ორგანიზაციის სტრატეგიის თანხმოყვანაში მოყვანა. და იმაზე საუბარს და იმაზე, ასე ვთქვათ, დამატებით ინსტრუმენტების აღებას, გაანალიზებას, რომელიც ორგანიზაციის საჭიროებაში არის, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ დეთან მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ HR-შიც, იმიტომ რომ განსაკუთრებით თუ დიდი ხანი ხართ HR-ში, ვიცი რომ გაქვთ ინტუიციის დონეზე ყველა HR-ს განცდა, რომ ჩემი ორგანიზაცია რაღაც კონკრეტულია, აქვს კონკრეტული საჭიროებები, კონკრეტული ხასიათი, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ მაინც ეს ინტუიციური დამოკიდებულება რამდენიმე ადამიანის, ანუ ყველა ხმამაღლა მოლაპარაკე ადამიანების საფუძველზე ყალიბდება. ამიტომ მოკლედ ჩვენ ვამბობთ და ტრეინის მანძილზე ბევრს ვილაპარაკებთ იმაზე, რომ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს HR-მა და ასევე ინსტრუმენტების შექმნაში დაგეხმარებით ეს გადაწყვეტილებები, ანუ შიდა ორგანიზაციული კვლევები, ასე ვთქვათ, ანუ მთლიანად ძალიან დიდი თემაა, მაგრამ აი full surveys როგორ შეიძლება შეიქმნას, როგორ შეიძლება ეს ჩატარდეს, HR მეტრიკები რა შეიძლება იყოს, რომელიც მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკა როგორ შეიძლება გაკეთდეს, იმისთვის რომ გარდა იმისა, რომ რაღაც მოკეთოთ HR სტრატეგია, ორგანიზაციის სტრატეგია შეესაბამება და მიზანს დავსახავ და როდესაც ვსახავ მიზანს, მაშინაც მონაცემებზე დავყრდნობით იყოს ყველა დასკვნა გაკეთებული და შემდეგაც, როდესაც ამ პროცესს განვახორციელებ, ასევე მონაცემებზე დაფუძნებით შევცვალოთ დანერგვის პროცესი, ან არ შევცვალოთ და იგივე გზას მივყვეთ. ეს არის პირველი დღე, რამის დამატება ხო არ გინდა საბა? უბრალოდ შეკითხვა მქონდა, ძალიან ისე ვთქვათ, აღტაცებით საუბრობდი ამ მოდულზე. და მინდა და უბრალოდ ამეზუსტებინა უშუალოდ აი ამ ასე ვთქვათ დაკავშირების ნაწილში, როგორც მივხვდი ორგანიზაციულ სტრატეგიასთან თუ აკავშირებთ HR სტრატეგიას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ასე ვთქვათ ტრენინგის ფარგლებში იქნებიან დაინტერესებულები და მონაწილეები, მათ ჰქონდეთ კონკრეტული პოზიცია, რომელიც მათ ამის პრეროგატივას აძლევს, თუ ეს ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი რგოლის HR თანამშრომლისთვის. საინტერესო კითხვა, ანუ მას უნდა ქონდეს თუ არა როლი ორგანიზაციაში იმისთვის, რომ ან decision making-ის როლი უნდა ქონდეს თუ არა. იცით რა, კარგია თუ აქვს გადაწყვეტილების მიღების როლი, მაგრამ თუნდაც ის რომ აი პირობითად მაგალითად მე ვარ მონაწილე არის, მაგალითად განვითარების მიმართულების მენეჯერი ან კოორდინატორი და მოდის ასე ვთქვათ ინსტრუქცია დავალება იმაზე, რომ მას ჭირდება თანამშრომლობის განვითარება, ხო? თანამშრომლობის განვითარება ძალიან ზოგადი თერმი, ამგვარად ზოგადად ტერმინია, რომ ხო, კარგი, განმავითაროთ, მაგრამ საიდან დავიწყოთ? ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? შესაბამისად, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე იმას, რომ თუ ორგანიზაცია მაგალითად ორგანიზაციის თავად სტრატეგია თუ არის მომხმარებლებზე, არის რითეილები, მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა, შესაბამისად შეიძლება მონაცემებზე დაფუძნებით და სტრატეგიიდან გამომდინარე მივიდეთ დასკვნამდე, რომ კონკრეტული ტრეინინგი ან კონკრეტული სისტემა ჭირდება, ხო? დანერგვისთვის თუ მაგალითად არის გლობალურ დონეზე ის, რომ დეფიციტური პოზიციები აქვს, ხო? ორგანიზაცია შეიძლება დასკვნამდე მივიდეთ, რომ დეფიციტური პოზიციების შევსებისთვის კონკრეტული სტრატეგია საჭირო და ეს სტრატეგია რა შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება გავზომოთ, როდესაც მოვიყვანთ ამ ადამიანს, მე კომპეტენციის გადაზიანება როგორ უნდა მოხდეს. ბევრ სხვადასხვა საჭიროებას აქვს ბევრი სხვადასხვა გამოსავალი და შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვარ, ყველას უნდა იცოდეს, რომ აი გლობალურ მიზნებთან როგორ არის დაკავშირებული და შესაბამისად აი ჩვენც ვეცდებით, რომ ეს დავანახოთ და ამის ისეთი როგორ გაკეთდეს ეს ყველაფერი, ამაზე ვიმსჯელოთ და ვიმუშაოთ. და ნუ თავარი არის ის, რომ HR-მაც ნელ-ნელა და ხშირად დაიწყონ ის, რომ როდესაც დავალება შემოდის მათთან, არ აქვს მნიშვნელობა როლს. ხშირად ვიკითხოთ ხომ ამის სტრატეგიული დაკავშირება და ამას მე კიდევ უფრო მეტად ჩავშლით ჩვენს შეხვედრებზე. კარგი ბატონო, მეორე ნაწილზე რომ გადავიდეთ მეორე დღეზე, მეორე და მესამე დღე არის ტალანტების განვითარება და მენეჯმენტი.
ვინაიდან თემატიკა აქ არის საკმაოდ ისე ვთქვათ დიდი და მრავალფეროვანი ეს ორ დღის არის გაყოფილი, ანუ ორი შაბათი მიეძღვნება ამას. ჩვენი შეხვედრის ამ თავში მოვიაზრებთ თანამშრომლების გამოცდილების მართვას და თანამშრომლების გამოცდილების მართვაში შედის ადამიანის სრული სასიცოცხლო ციკლი ორგანიზაციაში, რეკრუტინგიდან, ანუ პირველი კომუნიკაციიდან, როდესაც კანდიდატი შემოდის ან აგზავნის რეზიუმეს, ამ მომენტიდან დამშვიდობების მომენტამდე და მოკლედ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაანალიზოთ ადამიანის გზა ორგანიზაციაში და როგორ ვიპოვოთ მტკივნეული წერტილები. ამ მტკივნეულ წერტილებს რო ვიპოვით, მე როგორ უნდა ვიზრუნოთ მათზე. და ნაწილობრივ პასუხებიც უკვე აქ არის მოცემული, რომ თუ ადამიანს მაგალითად რეკრუტინგის ნაწილში, თუ ორგანიზაციას რეკრუტინგის ნაწილში აქვს პრობლემა, პოლიტიკის დონეზე ვამბობთ, თუ გამოცდილება ამბობთ, თანამშრომლის გამოცდილება რომ გვაქვს პრობლემა რეკრუტინგში, ვიმუშავთ ტალანტების მოზიდვის რეკრუტინგის პოლიტიკის დოკუმენტს. თუ განვითარებაშია, იქნება განვითარების სისტემები, თუ შეფასებაშია, შეფასების სისტემები, მემკვიდრეების succession planning-ს, რასაც უძახით და თანამშრომელთა დამშვიდობების პოლიტიკის დოკუმენტები. აქ რამოდენიმე მაგალითი გვაქვს კონკრეტულად პოლიტიკის დოკუმენტებს, რას გავაკეთებთ, ეს არის განვითარების სისტემებში, ეს არის ის თუ როგორ უნდა შეიქმნას კომპეტენციის ჩარჩო, როგორ უნდა ვიმუშაოთ ინდივიდუალურ განვითარების გეგმაზე, career planning-ი, კარიერის კიბე როგორ უნდა განისაზღვროს, ვისაუბრებთ შეფასების სისტემებში MBO-ზე, მიზნებით საქმიანობის შეფასების სისტემებზე, იგივე KPI-ების სისტემაზე, 360 გრადუსიან შეფასების სისტემაზე და peers evaluation-ზე, მეტყველების შეფასებაზე და ვისაუბრებთ მემკვიდრეების სისტემაზე. ანუ succession planning-ზე. და ამაზე კიდევ ერთხელ ხარს გაუსვავ, რომ ეს იქნება არა მარტო პროცესი, ვილაპარაკებთ პროცესზე და ვილაპარაკებთ იმაზე, თუ ამისი გაზომვის ინსტრუმენტები როგორ შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება გავზომოთ და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დავნერგოთ ორგანიზაციაში. თეო, იმდენად მსუბუქ თემებია წარმოდგენილი, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი მონაწილეები ეხლა ამ ყოველფრის გადახარშვას რაღაცნაირად დროს ამტოვებენ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდოდა, რომ ეს პროგრამა ნამდვილად სტრატეგიული მნიშვნელობის ყოფილიყო და ასე ვთქვათ, ის კალიბრი ქონოდა, რომელიც სტრატეგიული HR-ისთვის არის საჭირო, სწორედ ამიტომ არის ეს, ასე ვთქვათ, საკითხები წარმოდგენილი. ეხლა კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ასე ვთქვათ, ძალიან კარგი გადაწყვეტა არის ჩვენი მხრიდან ის შესაძლებლობა, რომ მონაწილეებს მივცეთ, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური შეხვედრების ჩანიშვნის შესაძლებლობა ჩვენს მენტორთან, იმიტომ რომ თუკი თქვენ კონკრეტული საკითხით უფრო მეტად ხართ დაინტერესებული და ახლა თქვენს ორგანიზაციაში მიმდინარეობს ის პროცესები, რომელიც უკავშირდება მაგალითად პერფორმანსის შეფასების სისტემის დანერგვას, მაგალითად succession planning-ს, ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელიც განხილული იყო და თეო ახსენა, თქვენ შეგიძლიათ მასთან ჩანიშნოთ დამატებითი ინდივიდუალური შეხვედრა და უფრო კონკრეტულად განხილოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე თითოეული ეს საკითხი. თეო, მესამე ბოდიში და მესამე ყველაზე მსხვილი თემა ეს არის ორგანიზაციის კულტურა, ორგანიზაციული კულტურა და უკეთ ერთი პატარა გამოკითხვა გავაკეთე LinkedIn-ზე, რეგულარული გადაწყობა, რომ გავაკეთოთ და ჩამოვთვალე თემები, რაც შეიძლება ყველაზე მეტად რა გაინტერესებთ HR-ებს თქო და მოკლედ ორგანიზაციულ კულტურას თქო და ყველაზე დიდი ინტერესი, მსხვილი ინტერესი. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ორგანიზაციული კულტურა არის, ასე ვთქვათ, უდაბნო, რომელშიც ძალიან ძნელია რომ ოაზისი ვიპოვოთ, მაგრამ აუცილებელია, იმიტომ რომ კულტურის გარეშე არაფერი არ ხდება, არანაირი სისტემა არ დაინერგება და არანაირი პოლიტიკა არ გაძლებს დიდხანს თუ კულტურაზეც არ ვიმუშავებთ. კულტურაზე რამოდენიმე main point-ები გვაქვს, ეს არის ის თუ რა არის მიკუთვნებულობის განცდა ორგანიზაციაში და ეს არის ისე ვთქვათ ახალი ტერმინი, ახალი მიმართულება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანია და იმ გარდა იმისა, მაგალითად ჩართულობის ნაცვლად თანამედროვე HR-ის გურუები ამბობენ, რომ მიკუთვნებულობის განცდა უფრო კარგია და უფრო დიდხანს გასტანს განსაკუთრებით ახალი თაობისთვის. შეიძლება ჩანდეს რომ ახალ თაობას რამდენად აქვს, მაგრამ კი, ყველას აქვს, იმიტომ რომ ადამიანები ზოგადად სოციალური არსებები ვართ. ვისაუბრებთ respect მოდელზე, ეს პატრიოტიზმზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურა, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ. რა არის ორგანიზაციული
მოქალაქეობა მაგაზე ვისაუბრებ და ვიტყვით, რომ აი როგორ უნდა ყალიბდებოდეს ის რომ მაგალითად მე თუ ვერ მხედავენ, მაინც ორგანიზაციისკენ ვარ თუ არა და აი ეს რო ჩამეყალიბდეს, რა უნდა გავაკეთო ამისთვის ორგანიზაციაში და ვისაუბრებთ იმაზე თუ ხარდამჭერი ორგანიზაციული კულტურა როგორ უნდა ჩამოყალიბდეს. ხარდამჭერში გულისხმობთ იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ესეთი სრული, ესეთი თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად თავი კარგად იქცნონ ორგანიზაციაში, იმიტომ რომ უკვე ეს ყველაფერი ძალიან გავლენას ახდენს აი კლასიკურ თემებზე, რაც არის რეკრუტინგი, რაც არის თენადობის მეჩვენებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამიტომ მგონია, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება ეს ჩვენი მეოთხე დღე და მეტი მაქვს ორგანიზაციებს დაეხმარება ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, აქ ვისაუბრებთ რა არ წერია ჩამონათვალში, მაგრამ ვისაუბრებთ ლიდერების განვითარებაზეც, იმიტომ რომ ამბობთ და კვლევები ადასტურებენ, რომ კულტურა აღარ იქნება მხოლოდ ზემოთ და ქვემოთ, არამედ იქნება ყველა მხრიდან, კულტურას ქმნის ყველა და ყველაფერი, მაგრამ ლიდერს მაინც აქვს მნიშვნელოვანი როლი, იმიტომ რომ ვინაიდან ასეთი ძირითად წესებს, სტრატეგიას და ასე შემდეგ ნორმებს ლიდერი განაპირობებს, ლიდერი კარნახობს ორგანიზაციას, მაინც აქვს დიდი გავლენა, თუმცა PR-ებსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა და გავლენის ნაწილი, ამიტომა ბევრ კვლევაში შემოტანილი, მათ შორის რანგირებაში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გავლენა არის მნიშვნელოვანი ორგანიზაციაში. შეიძლება არ ქონდეს ოფიციალური თანამდებობა, მაგრამ ქონდეს ძალიან დიდი გავლენა. როგორც არაფორმალურ ლიდერს, როგორც არაფორმალურ ლიდერს და შესაბამისად ჩემი გავლენას ვხდები ორგანიზაციულ კულტურას. ძალიან კარგი. თეო, ცალსახად არ შემიძლია დაგეთანხმა, რომ ნებისმიერ ორგანიზაციულ კულტურაში ლიდერების გავლენა, ნდობის, უსაფრთხოების გარემოს, ზოგადად ნორმების, do's and don'ts, მიღებული, ასე ვთქვათ, ქმედებების ჩამოყალიბებაში არის ფასდაუდებელი და რამდენადაც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენაც შეიძლება ჰქონდეთ ამ ლიდერებს ამ საკითხებთან მიმართებაში. ძალიან საინტერესოდ ჟღერს ეს კურსი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ასე ვთქვათ, მომისმენი ამ კურსის შინაარსი და ბევრი გვიმსჯელი ამაზე, ჩემთვისაც ძალიან შთამბეჭდავი იყო და ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე ვთქვათ, კარგად გაგვაგებინე უშუალოდ კურსის შინაარსი, რა ბენეფიტებს მოუტანს თითოეულ ადამიანს იმ სულ ყეთამებიდან გამომდინარე, რომელსაც სტრატეგიული HR-ის კურსი მოიცავს. ტექნიკურ დეტალებს გადავდეთხავ. მე ვთქვა, ოკეი, კურსის დაწყების პერიოდია. კურსის დაწყების პერიოდია, ესე იგი 17 მაისს გვინდა დავიწყოთ ჩვენი პროგრამა და როგორც თქვით, გაგრძელდება 7 ივნისამდე, იმიტომ რომ არის 4 შაბათი. ამისთვის არის 4 საათიანი შეხვედრა და ეს პერიოდი არის 11-დან 3 საათამდე. ადგილმდებარეობას ვფიქრობთ, რომ იქნება Holiday Inn-ში ჩვენი პროგრამა ჩატარდება და შესაბამისად ვეცდებით მაქსიმალურად, რომ კარგი გარემო შეგექმნათ, იმიტომ რომ როგორც თქვით, შაბათი დღე მაინც ეს არის ჩვენი საკუთრება და გვინდა რომ იყოს ჩვენი. და ნუ ტრენერი მე ვარ და ამაზე კითხავს აღარ გავჩერდები. ოკეი, მე გავთი შავ ეკრანს და თუ კითხვები არის შემოსული, შეგვიძლია ნეუნება უპასუხოთ. კი ბატონო. სანამ კითხვები შემოვიდოდეს, ასე ვთქვათ, მაინამდე მე ხას გავსვამ მას, რომ როგორც შენახსენე, არ ვიცი, უქმეები შაბათი დღე თუ ნებისმიერი სხვა დღე ნამდვილად არის ის დრო, რომელიც ჩვენ ადამიანებს, ინდივიდებს გვეკუთვნის, მაგრამ სწორედ აქ გვინდა იმას გავუსვათ ხაზი, რომ იქიდან გამომდინარე, რომ გვჯერა, რომ უწყვეტი განვითარება და განათლება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანამედროვე ორგანიზაციებში და საერთოდ თანამედროვე სამყაროში არსებული ცვლილებებიდან და პრიორიტეტების, ასე ვთქვათ, მყისიერი ცვლილებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უწყვეტი სწავლების, ასე ვთქვათ, კულტურა თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად ის დრო, რომელიც ჩვენია და ჩვენთვის უნდა, ასე ვთქვათ, გამოვიყენოთ, დამერწმუნეთ, რომ ძალიან კარგია თუ ამ დროს გამოვიყენებთ საკუთარი თავის განვითარებისთვის. გონი გვაქვს შეკითხვები, ხო? კი, ანუ ადამიანი გვეკითხება, რომ რამდენად კურსზე მოკათვლილი მუშა ცოტა ხანი აქვს ნამუშევარი და უნდა რომ სფეროში კონკრეტულ მემართულებაზე უფრო მეტი შეისწავლოს და უფრო მეტი გაიგოს და აინტერესებს რამდენად მისთვის არის ეს კურსი და პირიქით ხო არ იქნება, ანუ უფრო ეფექტი ხო არ ექნება ამ ყველაფერს და რამდენად უნდა მოვიდეს ჩვენთან.
ძალიან კარგი შეკითხვა. პრინციპში თუ გაქვთ გამოცდილება HR-ში მცირედი მაინც, ანუ ვიცით HR-ი რა არის და ზოგადად გაინტერესებთ ეს სფერო, welcome, მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის ეს პროგრამა, იმიტომ რომ ვისაუბრებთ კონკრეტულ მიმართულებებზეც და ვისაუბრებთ გლობალურად HR-ზეც. და ერთი რაც ძალიან საინტერესოა და გამომჩა მე თქვა, მოკლედ кейსები, რომლებიც იქნება ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებული ქართული ორგანიზაციებზე, აუცილებლად მოვიტანთ ტრენინგებს, რა თქმა უნდა, ორგანიზაციის იდენტიფიცირების გარეშე. ანონიმურად ყველა. ანონიმურად პირობას ვდევთ კლიენტებთან, პირობა გვაქვს უკვე დადებული, მაგრამ მოკლედ ჩემი პერსონალური და კონსულტირების გამოცდილების საფუძველზე მერჯით შევქმნით кейსებს, რომლის საფუძველზეც მოკლედ ვივარჯიშებთ უშუალო ტრენინგის მანძილზე და შესაბამისად მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის ეს კურსი. ცალსახად, პირობითად მე რომ ჩემი გადმოსახედიდანაც მე რო ვიყო არ ვიცი ნიუკამერი HR-ის მიმართულებით და მქონდეს კონკრეტული თუნდაც მწირი გამოცდილება, ვფიქრობ რომ ძალიან კარგი არის ამ პროგრამის ფარგლებში მთელი ასე ვთქვათ HR-ის ჰოლისტიკურად დანახვა, იმიტომ რომ პროგრამა მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან სუპერ საკითხებს, რისგანაც ზოგადად HR-ის დომეინები შედგება და პირიქით ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი გზამკვლევი იმისთვის, რომ თქვენ აირჩიოთ ის მიმართულება თუ რომელი კონკრეტული HR დომეინის კუთხითაც გინდათ სპეციალობა და ასე ვთქვათ განვითარება თქვენ თვითონ. კეთილი. და მე მგონი ის ძალიან საინტერესო იქნება, რომ ღირებულებასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. საბათ თუ წინააღმდეგი არ ხარ, კურსის ღირებულება, ასე რომ ვთქვათ და კი, რა თქმა უნდა. დაველოდოთ კიდევ კითხვა თუ შეგვიძლია. რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კურსის ფარგლებში ესეთი შეთავაზება, early bird-ის შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ამ შემთხვევაში კურსის ღირებულება არის 1290 ლარი, ხოლო კურსის სრული ღირებულება 10 მაისის შემდეგ იქნება 1450 ლარი. იმედია თარიღი არ ამერია. ესეთი კითხვაა საბა რომ მოკლედ ფინალური დავალება თუ იქნება კურსის ბოლოს, ასევე სესიების ჩანაწერები თუ იქნება მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომია. ოკეი, პირველს მე ვიტყვი, კურსის ბოლოს თუ იქნება დავალება, კურსის ბოლოს არ იქნება დავალება იქნება სულ. ბოროტილა. არა, ხუმრობ, მაგრამ იდეა ის არის კვირის ერთი კვირის შუალედის, რომ მცირე რაღაცები უნდა მოსინჯოს HR-მა საკუთარ ორგანიზაციაში და მოკლედ როცა შაბათს პირველ შაბათს დავემშვიდობებით ერთმანეთს გვექნება რაღაც ძალიან მცირე დავალება, მერე მეორე შაბათს და ასე შემდეგ. ვინც არ არის დასაქმებული მაგალითად დღეობით თუ იქნებიან ესეთი მონაწილეები, ისეთი დავალება იქნება მათთვის, რომლის გაკეთებასაც შეძლებენ რაღაც მინი ჯგუფსი, ან მოკლედ იქნება ამის შესაძლებლობა, რომ მათ მორგებადი, რომ მათ შეძლონ დავალებების ნაწილი ჩაერთონ. ეს არის წმინდა იმისთვის, რომ მოკლედ სწავლება თუნდაც თეორიული და პრაქტიკული, რომელიც იქნება ჩვენ პროგრამაზე, მე კიდევ ერთხელ გავამყაროთ დამოუკიდებელი მუშაობით, ესე ვთქვათ, სასწავლო პროგრამებში, ამას თქვენი დამოუკიდებელი მუშაობით. და კიდევ ასეთი ჩანაწერებზე. კი ბატონო, ამაზე მე ვისაუბრებ ორი სიტყვით. ჩანაწერები არ იქნება წარმოქმნილი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ცოცხალ რეჟიმში, ასე ვთქვათ, კურსი ტარდება ცოცხალ რეჟიმში, ფიზიკურ სივრცეში და ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, ინტერაქციული პროცესი გქონდეს სასწავლო გამოცდილების შესაქმნელად. ამიტომ ჩანაწერები არ იქნება როგორც ხაზი გაუსვი, თუმცა აქვე ხაზი მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა იმას, რაც თეომ ახსენა, რომ ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი ცოდნა, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში გადატანადი და არ შეგიძლია რომ პრაქტიკაში გამოიყენო, ასე ვთქვათ, არ არის ინტერესის სფერო ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი ის, რასაც გამიხილავთ, შესაძლებელი იყოს თქვენ პრაქტიკაში დატესტოთ საკუთარ ტყავზე, შეიძლება პირდაპირ ასე ვთქვათ. კი ბატონო. ზუსტად ამიტომ ისაუბრა თეომ იმ პატარ-პატარა დავალებებზე, რომელიც მოგიწევთ, რომ თქვენ თვითონ საკუთარ ორგანიზაციებში თუ ინდივიდუალურად განახორციელოთ, იმიტომ რომ გვჯერა რომ ცოდნას აქვს ტრანსფორმაციული ძალა, მაშინ როდესაც ის ყოველდღიურობას ამარტივებს და ჩვენს ეფექტიანობას ზრდის. შესაბამისად, პრაქტიკული და ტრანსფორმაციული პროგრამები არის ის, რასაც მიზნად ვისახავთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს თუ ორგანიზაციას შევთავაზოთ. კიდევ ერთი კითხვა
თქვა გვაქვს, ანუ ინსტრუმენტების მასალები, ან თუ იქნება ხელმისაწვდომია მონაწილეებისთვის, ან თუ გაუგზავნით, რა თქმა უნდა იქნება ხელმისაწვდომი ტრენინგის დაწყების, ყოველ ტრენინგის დასაწყისში გადავცემთ ეს package, რომელზედაც ვიმუშავოთ და რომელიც იქნება ესე ვთქვათ სამუშაო რვეული თუ მასალა, რომელზედაც იქნება დღის მანძილზე, სესიის მანძილზე საუბარი და განხილვა. ანუ ეს მონაწილეებს დაეხმარება, რომ არა მარტო პროცესში შეისწავლონ ეს ყველაფერი, არამედ იბატონო ფიზიკურადაც ესეთი ხელშესახები ფორმითაც თან იქონიონ შესაბამისი მასალა თუ ფრეიმვორკების განხილვები. ძალიან კარგი. შეიძლება არ გვაქვს შეკითხვა, მაგრამ არ გვეხას გეუსვამ სერტიფიკატებზეც. ერთს ვიკითხავ კიდე, ლაივში დასწრება თუ დისტანციური რეჟიმი რამდენად შესაძლებელია და პრინციპში ხო, სერტიფიკატებზეც ვისაუბროთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ თქვენ გაიარეთ კონკრეტული კურსი. რა საკვირველია სერტიფიკატებს გავცემთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ასე ვთქვათ სასწავლო კურსი, უბრალოდ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ნებისმიერ სერტიფიკატზე უფრო მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ღირებულებას ამ ტრენინგების ფარგლებში მიიღებთ პრაქტიკულად ჩვენს პრაქტიკოს ტრენერთან ერთად, რომელიც ამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან, საკონსულტაციო გამოცდილებიდან და იმ ასე ვთქვათ დაგროვილი ინსაიტებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე გაგიზიარებთ, რომელიც ჩვენს კომპანიას მენეჯმენტ კონსალტინგის მიმართულებით აქვს უკვე არაერთი წელია, უბრალოდ არაერთი დეკადაა დაგროვილი. რა თქმა უნდა, დისტანციურ ჩართულობას, სამწუხარო დისტანციური ჩართულობა ამ შემთხვევაში არ არის, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ფიზიკურ სივრცეში წარმოდგენილი კურსი თავისი პრაქტიკულობიდან და შინაარსიდან გამომდინარე. სულაც საკმარისია და ამოვწურეთ ყველა საკითხი. კეთილი, თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით ჩატში რომ გაგვიზიაროთ, თქვენი უკავშირი აი ამ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში რა ინფორმაციას მოგაწოდეთ, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე გამოგეხმაურათ, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ ძალიან საინტერესოდ ჟღერს და საჭიროდ, თუმცა რა იყო მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენთვის არის საინტერესო, ძალიან მოკლედ ორი სიტყვით რომ გაგვიზიაროთ, ძალიან მადლიერები ვიქნებით. რა გამოგეხმაუროთ. Okay. კარგი ბატონო, ჯერჯერობით ზოგადი მადლობებია და ის რომ საინტერესო იყო, მადლობა შეფასებისთვის. მე მგონი ეს ჩვენთვის არის, ხო? ეს გავიგოთ. კი, ჩვენ რომ გავიგოთ. ის მათთვის საინტერესო ჩვენი დღევანდელი დამსწრებისთვის. მაშინ დავიმშვიდობოთ მონაწილეებს, დიდ მადლობას გიხდით. დროის გამოყოფისთვის, იმედი მაქვს, რომ სასიამოვნო და ღირებული ინფორმაცია მოგაწოდეთ და გისურვებთ ბედნიერ დღეს. მეც ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დაინტერესდით. თეო, ძალიან დიდი მადლობა შენ პირველ რიგში ამ კურსის შექმნისთვის და დღეს აი ესეთი ენთუზიაზმით ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის. მეგობრებო, გელოდებით ძალიან პრაქტიკულ და ტრანსფორმაციულ კურსზე სტრატეგიული HR-ი, რომელიც 17 მაისიდან დაიწყება. ბედნიერ დღეს გისურვებთ. მადლობა.